ნინო გალუსტაშვილმა დავით ნომიძესა და თემურ ზასოხაშვილს 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. პროკურატურა მათ დეკემბერში მიმდინარე აქციებზე პოლიციელების მიმართულებით ეგრეთ წოდებული მოლოტოვის კოქტეილის სროლას ედავებოდა. აგვისტოს ომის გმირები შეეწირდნენ თავის სამშობლოს, თავის სამშობლოში ისინი ომს ვერ დაიწყებდნენ, ამბობს საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის მეუღლე. გმირების ოჯახებს ბოდიში არავისთან გვაქვს მოსახდელი, თუ ვინმეს აქვს შეუძლია წავიდეს ქვეყნიდან და იქ მოუხადოს, ამბობს აგვისტოს ომის გმირის შმაგი სოფრომაძის და. თბილისმა ცხინვალსა და სოხუმთან ძალის არ გამოყენების ხელშეკრულება უნდა დადოს, ამბობს მარია ზახაროვა აგვისტოს ომის 17 წლის თავზე. მისივე თქმით, შესაძლებელია მოლაპარაკებები წინ წავიდეს იმის გათვალისწინებით, რომ ოცნების ხელისუფლებამ საჯაროდ აღიარა სააკაშვილის აგრესია სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ. რუსეთი მზადაა საქართველოსთან ჯანსაღი და პრაგმატული თანამშრომლობის განვითარებისთვის, აცხადებს ლავროვის მოადგილე. გალუზინი ამბობს, რომ ახლა თბილისია დამოკიდებული რა ნაბიჯებს გადადგამს. ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ეგრეთ წოდებული პრეზიდენტი გაგლოევი რუს სამხედროებს მადლობას უხდის. მათ შეაჩერეს ქართული აგრესია და თავიდან აიცილეს გენოციდის კატასტროფის გამეორება. დღეს სამხრეთ ოსეთი დიდი რუსული სამყაროს ნაწილია, ამბობს გაგლოევი. 2008 წლის აგვისტოს მოვლენებმა კიდევ ერთხელ აჩვენა მთელ მსოფლიოს, რომ დიდი რუსეთი არ ტოვებს თავის მეგობრებს გასაჭირში, აცხადებს ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთ წოდებული პრეზიდენტი ბადრა გუმბა.